სალამი მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას, ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები. Შემდეგ კითხვა ეხება პასტორებს, რომ პასტორების უმეტესობა საშუალოდ ამერიკაში მსახურობს 5 წელი და ნაკლები. დაახლოებით NBA-ის მოთამაშეებზე მახსოვდა ეს სტატისტიკა. და იგივე ყოფილა, ჩემთვისაც სურპრიზი იყო ეს პირველად რომ მოვისმენ, ახლა ამას მე უკვე მეორე თუ მესამედ ვისმენ. მაგრამ ქართულად არ გადაგვითარგმნია. და ბრენდონს ეს აინტერესებს. საღამოშიდოს პასტორ ჯონ მე ბრენდონი მქვია და ეთყობა ახალგაზრდას უნდა თვითონაც რომ წავიდეს ამ კარიერას მასაკნას ჩაუდგეს და გააგრძელოს სწავლა სემინარიაში და აინტერესებს რატომ არის ეს სტატისტიკა. გამარჯობა ბრენდონ. ჩემი კითხვა ეხება თქვენთან თქვენ სამწყსო მსახურებას და როგორც ადამიანი, რომელიც ერთგულად ემსახურებდა ეკლესიას ბოლო 55 წლის განმავლობაში, იმედი მქონდა, რომ შეძლებდით კომენტარის გაკეთებას. თუ რატომ არის ესეთი სავალალო სტატისტიკური ნიშანი, რომ მამაკაცების პასტორების საშუალო ვადა სამწყსო მსახურების მხოლოდ 5 წელი და თუნდაც შეიძლება ნაკლები იყოს. და ჯონ მაკარტური პასუხობს: "დიახ, რეალური ხანგრძლივობა შესაძლებელია 5 წელზე ოდნავ ნაკლები იყოს." კი, ნამდვილად უბრალოდ შეიძლება იყოს ადამიანები 10, 15, 20, 25 წელი მსახურობენ, მაგრამ ეს უკვე ძალიან იშვიათობაა. აშკარად ეს უკვე კლებულობს. ეხლა ვფიქრობ პირველი რაც შეიძლება გამახსენდეს ეს არის რომ შეიძლება თავიდანვე ისინი არ უნდა ყოფილიყვნენ იქ სადაც არიან. ანუ არ უნდა ერჩიათ ეს პროფესია. სხვა სიტყვებით ვთქვან, თუ რამდენიმე წელიწადში თქვენ უკვე ნებდებით და ფარხმალს ყრით, ესე იგი ღმერთს არ მოუწოდებია თქვენთვის ამისათვის. მეორე, შესაძლოა თქვენი მოლოდინები ძალიან დიდი იყო თქვენი თავისადმი, რომ თქვენ გავლენას მოახდენდით იმ ხალხზე, სადაც შეხვედით ახალ ეკლესიაში, მაგრამ ეს არ მოხდა. და ცდილობთ რომ გადახვიდეთ სხვაგან და გააგრძელოთ სხვაგან დაუშვათ ამის ძიება. უნდა გვახსოვდეს რომ ეს არის ხანგრძლივი ოპერაცია. ხანგრძლივი პერიოდია სანამდე თქვენ მიღებული იქნებით რომელიმე ეკლესიის მიერ. როდესაც მე გრეისის მადლის სათემოს ეკლესიაში მოვედი, მე ვიგრძნო რომ ხელმძღვანელობა თითქმის 7-8 წლის შემდეგაც კი ვერ ხვდებოდა თუ რა იყო დანიშნულება იმისი, რასაც მე მათ უზიარებდი ეკლესიის სტრუქტურასთან და ორგანიზებასთან დაკავშირებით. იმიტომ მათ ჰქონდათ წარსულთან მიჯაჭვულობა, წარსულიდან მათ ჰქონდათ გამომდინარე რაღაც შეხედულებები, რომელზეც გავლენა მოახდინეს წინა მოძღვრებმა, წინა პასტორებმა, რომლებიც აქ მსახურობდნენ. ასე რომ ეს იყო მიზეზი. ასე რომ, როდესაც ახალი ადამიანი მოდის, 1 ან 2 წელიწადში თქვენ უელოდებით, რომ თქვენ ყველა ერთგული იქნება და თქვენსკენ გადმოინაცვლეს. და თუ ეს ეხარ, ალბათ უფრო შეიძლება სულელი იყოს და სულელის როლში აღმოჩნდე. ეს უნდა დაიმსახურო. ეს ხდება მეთოდურად, ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში. და საქმე იმაში კი არ არის, რამდენად შენ კარგი კომუნიკატორი ხარ და რამდენად კაი ორატორი ხარ. არამედ იმაში, თუ რამდენად გენდობიან ისინი. დობას მოიპოვებ თუ არა, იგრძნობენ ისინი თუ არა, რომ შენ გიყვარს ისინი. და როცა ამას იგრძნობენ, ისინი ამ სიყვარულს უკან დაგიბრუნებენ. ამას კი წლები სჭირდება, უცებ ეს არ ხდება. ზოგიერთი ადამიანი ალბათ ამბობს, რომ იცი რა არის, ეხლა ეს ეკლესია ხედავ არ მიდის ისე, მე როგორც უნდა წავიდეს. ამიტომ გადავალ მე სხვაში. შენ თუ ამას გაკეთებას 3-4 წელიწადში ცდილობ და ელოდები, ესე იგი შენ ოცნებობ და ღრუბლებში დადიხარ. ამიტომ ამას დიდი დრო ჭირდება. შეიძლება ხო 55 წელი არა, მაგრამ 45 წელი. ხალხი მეკითხება, აი 45 წელი შენ მახსოვს. რა არის ყველაზე მომგებიანი 45 წლის ამ ჩვენ მადლის სამეფოს ეკლესიაში და ჩემი პასუხი ყოველთვის ერთი იგივეა. ეს არის ღვთის სიტყვის მრავალ თაობაზე ზემოქმედება. აქ სიტყვით მე მემსახურები უკვე ხედავ იმ ადამიანების შვილთაშვილებს, რომლებიც აქ იყვნენ მე როცა მოვედი. და აქ როცა ჩვენ შემოვედით. და თაობიდან თაობაში ვაგრძელებდი ამ ინვესტიციის გაკეთებას. და ვხედავდი ადამიანები თუ როგორ მწიფდებოდნენ ერთი თაობიდან მეორემდე. და დღეს ისინი მსოფლიოში არიან, ბევრი მათგანი მსახურობს, ბევრი მისიონალურ ველზე არის, ზოგი ქრისტიანი ლიდერი გახდა. და ეს არის ხანგრძლივი მსახურების დიდი ჯილდო. და გასაღები კი არის არა საკრებულო, არამედ მოძღვარი. საქმე იმაშია, თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ ისინი, რომ რაღაცა დაუშვათ იძულებული იყვნენ, რომ ხარი დაგიჭირონ. და შეგიძლია აიტანო ბევრი რაღაცა სისულელებიც და აზრებიც რაც წამოაყენე.
თქვენ შეგიძლიათ გაუძლოთ შეცდომებს, გულგრილობას, რომელიც ზოგიერთ ადამიანს შეიძლება ისეთი გონია, ხო, მიცით რაღაცა არა მნიშვნელოვანი. თუნდაც მათი მრავალი ოჯახის წევრის მიმართ. ხო? მაგრამ თუ თქვენ ყურადღებით არ მოეპყრობით მათ, თუ ყურადღებით არ მოეპყრობით და გულით, სიყვარულით არ მოეპყრობით მათ საჭიროებებს, მათ თუნდაც კითხვებს, ხო? აუცილებლად თქვენ გაგიჭირდებათ მათთან კომუნიკაციის დამყარება. და თუ ამ ყველაფერს თქვენ გაუძლეთ, მაშინ ეკლესიასა და მოძღვარს შორის უკვე, ხო? ძალიან მაგარი კონტაქტი და კავშირი და ნდობა ყალიბდება. და ეს კავშირი აუღწერელია. და ეს ნამდვილად ენით აუღწერელია ეს სიხარული, რომელიც ჩემთვის ეს არის ძალიან დიდი მადლია და დიდი პრივილეგია. კარგით? მადლობა კითხვისათვის.